რამდენიმე დღეა მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს, არაერთმა ბიზნესმენმა დააფიქსირა სოციალურ ქსელში საკუთარი პოზიცია. ჩვენც მოგვეცა საშუალება გავსაუბრებოდით რამდენიმე მსხვილ ბიზნესმენს, მათ ვისაც წლების განმავლობაში ძალიან ბევრი აქვთ გაკეთებული ქართული ეკონომიკის სიმყარისთვის და ისინი გვეუბნებიან, რომ ხაზარაძე ჯაფარიძის ასეთი დემონსტრაციული დაკავება იმ ბრალით, რა ბრალითაც გაუშვეს ისინი ციხეში, არის ძალიან მძიმე მესიჯი ქართული ბიზნესისთვის და ასევე ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას საინვესტიციო გარემოს, ვინაიდან ძალიან რთულია ინვესტორებს აუხსნა ის თუ რატომ გაუშვეს ეს ადამიანები ციხეში, მაშინ როდესაც მაგალითად ჯარიმასაც ითვალისწინებდა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლა და ეს იყო პირდაპირ დასჯა მათი პოლიტიკური მოტივით. მაგალითად ჩვენ ვესაუბრეთ თემურ ჭყონიას, რომელიც გვეუბნება, რომ მისთვის რთული იყო სანახავად ხელბორკილებ დადებული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ის აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესს როგორც კრიზისი. ადამიანებს ძალიან გამისთმის იმ ფორმას, რა ფორმითაც ეს პროცესი ხორციელდება, ხო? ხელბორგილების დადება სახარხოთ. მიუღებელი ფორმაა რა. დამამცირებელი უბრალოდ მიუღებელი და დამამცირებელი და ადამიანებს კიდევ მამუკა და ბადრის ბიზნეს ისტორიას რო გადახედოთ, ეს საქართველოს ისტორიის უდიდესი ნაწილია. ფინანსური ინსტიტუტის შექმნეს, ეს არის ეკონომიკის საფუძვლები. მამუკა და ბადრი იმდენად ცნობილები არიან საზღვარეთის ფინანსურ წრეებში, რომ რა თქმა უნდა, იმათ ცალკე ახსნა უნდათ და თუ აუხსნი, რომ არ მივიდნენ კომისიაზე, მხოლოდ კომისიაზე არ მისვლაზე დაიჭირეს 8 თვე, იმისთვის მიუღებელი იქნება. განმეორებითი არჩევნების დროს საუბრობენ, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ქართულ ეკონომიკაში მათი გაკეთებული ბევრი პროექტი დღესაც საჩვენებელია. დღეში არ ვიცი მე თუ ჩემი პარტნიორი თუ ნაცნობია, ყველა მირეკავს და მეუბნება რა ხდება, რატო მიჭირს ახსნა, რა უნდა აუხსნოს, გაუგებარია. გარე ინვესტორებისთვის ესეთი დამოკიდებულება და ახსნა იმისთვის, რომ არ გამოცხადდა რაღაც კომისიის დაბარებაზე და აქედან გამომდინარე მიუსაჯეს ციხე და რთულია, იმიტომ ვერავის ვერ აუხსნი მაგას. მამუკასთან და ბადრისთან 25 წელია პრაქტიკულად თანამშრომლობა. არ მარტო თბილგუნას, არამედ მრავალ ბიზნესს, ასე ვთქვათ, გვერდში ედგა განვითარებისთვის და ამის გარდა ძალიან წარმატებული და ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტები აქვს განხორციელებული და რა თქმა უნდა ეს ასე ვთქვათ როგორ გითხრათ, დადებითი არ არის, ხო, ბიზნესის თვალსაზრისით და გარკვეულწილად დამშრომლიც არის, იმიტომ რომ ეს ხალხი არის წარმატებული ბიზნესის შემქმნელები, რომლებიც ამ ბიზნესებს ქართული ეკონომიკის და ქართული კომპანიების მხარდასაჭერად აკეთებენ. ქართული ბიზნესის პოზიცია ქართული ოცნების ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომ არის მკვეთრად უარყოფითი ბიზნესის ნაწილის პოზიცია, ეს გამოჩნდა ჯერ კიდევ 28 ნოემბრის შემდეგ, როდესაც შეიქმნა პლატფორმა Free Business-ი, სადაც ასობით კომპანია დარეგისტრირდა და ეს პლატფორმა ითხოვდა სწორედ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ქვეყანაში. ისედაც მძიმე საინვესტიციო გარემოს კი ბიზნესმენები გვეუბნებიან, რომ დაემატა ხაზარაძე ჯაფარიძის ასეთი აბსურდული ბრალით დაკავება, როგორც თავად გვეუბნებიან და ეს არის ძალიან მძიმე სიგნალი ბიზნესისთვის, ასეთი არის ბიზნესის შეფასება დღეს.